ქვეშეთი კობის გზის მშენებლობა მძიმე დარღვევებით გამოცემა მთის ამბები, რომელმაც ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა, დარღვევებს კრიტიკულს უწოდებს. ეს არის გზა, რომელიც ნაწილია საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის. მთის ამბების მასალა დაწერილია გამოცემის მიერ მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით. პრობლემები აქვს ხიდს. თურქული საზედამხედველო კომპანიის ინჟინერმა მონაკვეთზე სამუშაოს დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჯერ უარყოფდა, დღეს კი მოუწია დადასტურება, რომ პრობლემები ნამდვილად არსებობს, თუმცა დეპარტამენტის განცხადება манипуляციურია. რამდენად უსაფრთხო იქნება ქვეშეთი კობის გზაზე გადაადგილება. მთის ამბების მიერ მოპოვებული სკანდალური დოკუმენტით ირკვევა, რომ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები კრიტიკული დარღვევებით მიმდინარეობდა. საუბარია მდინარე ხადის წყალზე მშენებარე ნომერ მე-6 ხიდზე, რომელზეც თურქულმა საზედამხედველო კომპანიამ სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოსთხოვა ჩინელ მშენებლებს, თუმცა უშედეგოდ. ირკვევა, რომ ხიდის ერთ-ერთ მონაკვეთზე ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დაასხეს ბეტონის საფარი და დააკლეს ათასობით არმატურა. როდესაც 22 ივლისს ინჟინერი არმატურის შესამოწმებლად მივიდა, აღმოაჩინა, რომ დაწყებული იყო ბეტონის დასხმა თანხმობის გარეშე. მეტიც გაფრთხილების მიუხედავად დამონტაჟებული იყო მხოლოდ ერთი ბეტონის საწარმო, ნაცვლად ორისა. ტუმბოსთან დაკავშირებული პრობლემის და სიმძლავრის ნაკლებობის გამო არსებულ ფართზე ბეტონის დასხმა შეუძლებელი იყო. შედეგად პროცესი შეწყდა, რამაც წარმოშვა ცივი ნაკერები, დადგინდა ისიც, რომ აკლდა 6456 მეტი ერთეულის სხვადასხვა ტიპის არმატურა. ინსტრუქციის შესაბამისად კონტრაქტორმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ყველა სახის სამუშაო და მოამზადოს შემოწმების ანგარიში. პრობლემის შესახებ ინფორმაცია დამკვეთს ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც გაეგზავნა, თუმცა რამდენიმე დღეში ადგილზე ჩასულმა მთის ამბების გადამღებმა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ სამუშაოები არათუ შეწყდა პირიქით, დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობდა. Yes and no. Yes. ანუ სამუშაოები შეწყვეტა, მოითხოვეთ, მიდასტურებთ. Contractor, go continue. საგამოძიებო ფილმში ტექნიკური ზედამხედველი ადასტურებს, რომ სამუშაოების შეწყვეტა მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ. მან მითხრა, რომ ის უბრალოდ უძლურია კონტრაქტორი ჩინეთის რკინიგზის 23 ბიუროს წინაშე და როგორც ჩანს ეს უძლურება განპირობებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ პასუხისმგებლობის თავის-თავზე აღებით. ანუ გზების დეპარტამენტს რომ გაეთვალისწინებინა მის მიერვე დაქირავებული თურქული საზედამხედველო კომპანიის მთავარი მოთხოვნა მშენებლობის შეწყვეტის და შეჩერების შესახებ არ უნდა გაგრძელებულიყო ეს სამშენებლო სამუშაოები, მაგრამ ვინაიდან არ გაითვალისწინა ჩინეთის რკინიგზის 23 ბიუროს მწვანე აუნთა რომ სამუშაოები გაეგრძელებინა. გელამ თივლიშვილი ირწმუნება, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საკითხში გარკვევა და შემოწმება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟურნალისტმა უწყებას კითხვებით მიმართა. დოკუმენტი შედგენილია 22 ივლისს, ეს საიდუმლო ანგარიში, რომელიც ჩვენ ხელს ჩაგვივარდა. 25 ივლისს ის გაუგზავნეს უკვე გზების დეპარტამენტს. ჩვენ ადგილზე ვიყავით 1 აგვისტოს. 1 აგვისტომდე არანაირი შემოწმება ჩატარებული არ იყო. ჩვენ ადგილზე მოვახერხეთ ამის გადამოწმება იქ დასაქმებულ ადამიანებთან. მას შემდეგ, რაც ჩვენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავუკავშირდით ამ კითხვებზე შესაბამისი განმარტების მოსასმენად, მხოლოდ აქედან რამდენიმე დღის შემდეგ დაახლოებით 3-4 აგვისტოს გზების დეპარტამენტი და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებენ დასპონსორებულ პოსტს, რომ იქ რაღაც ლაბორატორია ყავთ მიყვანილი და რაღაც სინჯებს იღებენ. ჟურნალისტისთვის მანამდე გაგზავნილ პასუხში კი სამინისტრო პრობლემის არსებობას ფაქტობრივად საერთოდ უარყოფდა. ხიდზე არმატურის ნაკლებობა არ არსებობდა, სადაც საჭირო იყო კორექტირება ზედამხედველობის კონტროლით გამოსწორდა სამუშაოების დაწყებამდე. აღებული იქნა ყველა ნიმუში და თუ ამ კვლევებითა და შემოწმებით დადასტურდა ცივი შეერთება, დაიწყება გამოსწორების პროცესი. საუბარია ერთი კონკრეტული ბეტონის ფილის შესახებ და არა მთლიან მე-6 ხიდზე. ინფრასტრუქტურის სამინისტროში საგამოძიებო ფილმს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ განცხადებით, რომელშიც ფაქტობრივად ყველაფერი დაადასტურეს, რასაც მთის ამბებისთვის გაგზავნილ თავდაპირველ წერილში უარყოფდნენ და მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო ფილმში ხიდის კონკრეტულ მონაკვეთზე იყო საუბარი და არა მთლიან კონსტრუქციაზე, ჟურნალისტი მაინც არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულეს. ზედამხედველმა აღნიშნულ მონაკვეთზე დააფიქსირა ბეტონირების პროცედურისა და არმირების ცალკეული შეუსაბამობა კონტრაქტის მოთხოვნებთან. კონტრაქტორსა და ზედამხედველს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განიხილეს გამოვლენილი შეუსაბამობები და მათი გამოსწორების მეთოდოლოგია. მონაკვეთის სრულყოფილად შესწავლის მიზნით დაწყებულია სიღრმისეული სკანირება და მზადდება შესაბამისი ანგარიში. ხიდის სხვა ნაწილებზე მიმდინარე სამუშაოების წარმოჩენა იმის მტკიცებულებად, თითქოს კონტრაქტორმა ზედამხედველის მოთხოვნის მიუხედავად პრობლემურ მონაკვეთზე მშენებლობა გააგრძელა, სიმართლეს არ შეესაბამება.
შესაბამება. მიმდინარე ტექნიკური პროცედურების არასწორ ინტერპრეტაციას და კონკრეტულ შემთხვევის მთელ პროექტზე განზოგადებას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. ქოშეთი-კობის გზა რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის 13 კილომეტრიანი მონაკვეთია, რომელიც რამდენიმე ხიდსა და გვირაბს მოიცავს. საგამოძიებო ფილმში აღნიშნულია, რომ პრობლემა არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ხიდს, არამედ გვირაბებსაც აქვს. მშენებლობა რომ ხარვეზებით მიმდინარეობს, ამას სამშენებლო არეალში მიწის რამოდენიმეჯერ ჩამოშლაც ადასტურებს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს სოფლის სასაფლაოც დაზიანდა. კორუფციის მკვლევრები ამბობენ, რომ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა ფიქსირდება, რისი თვალსაჩინო მაგალითიცაა სამტრედია გრიგოლეთის დამაკავშირებელი ხიდის ჩანგრევა. ამ ყველაფრის მიზეზად კი ისინი კორუფციას ასახელებენ. ხელისუფლებაში ყოფილი ჩინოვნიკების, მინისტრების, პრემიერ-მინისტრების, ივანიშვილის ოლიგარქიული კლანის გავლენიანი პირების კორუფციული ინტერესების გამო, სწორედ აღნიშნული კომპანიები, რომლებიც წინასწარი შეთანხმებით იმარჯვებენ ესეთ მსხვილ ტენდერებში, არიან კორუფციულ გარიგებაში. ქართული ოცნების ხელში ჩვენ ვიცით მსგავსი პრაქტიკა, როდესაც ყალბდებოდა და როდესაც უხარისხოდ კეთდებოდა ინფრასტრუქტურული პროექტები, ყალბდებოდა ასევე დასკვნები და აი ამ ყველაფრის მაგალითიდან გამომდინარე ეს დასკვნა, რომელიც დასკვნაც დაიდო ამ კონკრეტულ ხიდთან დაკავშირებით, არის საგანგაშო. ქოშეთი-კობის გზა, რომლის მშენებლობაც სახელმწიფოს $1 მილიარდზე მეტი უჯდება, ჯერ არ გახსნილა, თუმცა პროექტზე უკვე არაერთი მძიმე კითხვა არსებობს. ახლა სახელმწიფოს პასუხი მართებს, ვინ აგებს პასუხს მილიარდიან პროექტში გამოვლენილ დარღვევებზე და ვინ მისცემს საზოგადოებას გარანტიას, რომ ეს გზა უსაფრთხო იქნება.